თანაგრძნობის ემპათიის ნაკლებობაზეა ფილმი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში ტრაიბორო ფილმ ფესტივალზე ჩვენმა დამოუკიდებელმა კინოპროექტმა გუდიანი კაცი, ასე ქვია ფილმს, მთავარი ჯილდო აიღო. ფილმი ეხება ორი დის ისტორიას და სწორედ ემპათიის თანაგრძნობის ნაკლოვანებას. სხვათა შორის სიმბოლურია, რომ ფილმში აღწერილია 90-იანი წლების ერთი დღე და ჩვენი თანამედროვე ყოფის და ცხოვრების და დროის ერთი დღე. ავტორი ზაზა კავთუაშვილი მოვიწვია დღეს მე სტუდიაში. პირველ რიგში მოგესალმები ზაზა, გილოცავ რა თქმა უნდა ამ ჯილდოს. ვიცი რომ ეს არ არის პირველი ჯილდო, მაგრამ თავარი პრიზი მე მგონი პირველია რა ფესტივალებიდან შენი ფილმისთვის, რომელსაც ქვია გუდიანი კაცი. დღეს ჩვენ იცი ჩვენი გადაცემა სრულად გვინდა მიუძღვნათ იმ პასუხისმგებლობას, რაც თანაზიარ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ სოლიდარული უნდა იყოს, რაღაცა იარაღები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა გამოხატოს და დაამტკიცოს. იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი გამოდის, რომ რაღაც ცალკე ბრძოლისველი გვაქვს კიდე გასახსნელი, ხო? შენი ფილმიც არის თანაგრძნობის ნაკლოვანებაზე. იმას, რასაც ჩვენც ვხედავთ ახლა ჩვენ საზოგადოებაში, ხო? და თანაგრძნობის ნაკლებობაზე. ნაკლებობაზე, ხო? და იცი, მინდა გკითხო, შესაძლოა თუ არა, რომ სწორედ ამიტომაც შეძლო მან შენი აზრით ნიუ-იორკში კინოფესტივალის ჟიურის გულის მოგება. შესაძლოა. მოგესალმებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი რაც შეიძლება ერთმანეთს ადამიანებმა გაუკეთოთ არის ის, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ და ერთმანეთის მიმართ გქონდეს თანაგრძნობა. ამ ძალმომრეობით გაჯერებულ დროში, რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში მნიშვნელოვანია და აქტუალურია ის, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ და ზოგადად ემპათია გაგვაჩნდეს ერთმანეთის მიმართ და ზრუნვით ვიყოთ ერთმანეთსადმი განწყობილი და შესაძლოა კი ესეც ყოფილიყო მისი წარმატების მიზეზი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე აუცილებელია. აუცილებლად, ამაზე აუცილებელი მე მგონი, ანუ ყველა ამაზე კარგი მე მგონი, ერთმანეთს არაფერი შეგვიძლია გავუკეთოთ. აი ბატიბუტზე შემიძლია ძალიან მარტივი მაგალითი მოვიყვანო. აი ბატიბუტი, როდესაც მოხალვის პროცესია, რომ აფეთქდება და ეს თავის სითეთრეს გამოიტანს გარეთ, ეს არის რაც შეიძლება ერთმანეთს დავუმართოთ ემპათიის და სწორად მოპყრობის შემთხვევაში და მეორე ვარიანტი, რომ დაკუტდება და კბილებს რომ გვამტრევს. აი ის არის, რომ ერთმანეთი დავთრგუნოთ და იდეაში ამას გვიკეთებს რა, ეს მიმდინარე ამბებში, აი ეს მთელი პროცესი ამას ემსახურება ალბათ, რომ ესე დაგვაკუტოს რა, მაგრამ ჩვენ თუ ერთმანეთის მიმართ გვექნება სათანადო დამოკიდებულება და ამ გუდიანი კაცების ბოგინს პირიქით იმითში შევხვდებით, რომ ერთმანეთის მიმართ მზრუნველები ვიქნებით და ერთმანეთის მიმართ მეტ ემპათიას გამოვიჩენთ, რა თქმა უნდა, მეტი შანსია, რომ ესე სითეთრეები გამოვიტანოთ ერთმანეთში და ეს მნიშვნელოვანია. ჭამე თორე გუდიანი კაცი მოვალ, ხო, აი რაღაცა ვიცოდით ჩვენ ეს დროც, როცა ალბათ მშობლებს არ უხსნიდნენ, რომ ასე არ შეიძლება ემუქრებოდე ბავშვს და არ უნდა უჩენდე შიშს. ასწავლიდე სიფრთხილეს უცხო ადამიანების მიმართ, ხო, რომელმაც შეიძლება გაგიტაცონ, გატაცების ფაქტი ვნახეთ ჩვენ სწორედ გუშინ, ხო? ასეთი ტიპის და მეც ამ ფილმზე ფიქრში გუდიანი კაცები გამახსენე. გუდიანი კაცები ვით არიან ესენი, როცა ტენიან მანქანაში ადამიანს და თან ვერ ახდენ მის იდენტიფიცირებას, ხო? გუდაა ის მანქანა, რომელიც პატრულის მანქანაც არ არის, ვერ იგებ რა მანქანაა, ვინ იტაცებს, ბანდფორმირების წარმომადგენელია თუ პოლიციელი, იმიტომ რომ ვერ ამოიცნობ მათ სამართალდამცველს, ხო, არც ფორმა აცვიათ, არც სამხრე კამერა აქვს, არაფერი. და პლუს კიდე ნიღბებში არიან. შენს ფილმში ვინ არის გუდიანი კაცი? გუდიანი კაცი ზოგადად არის ჩემთვის აი ბოროტების სიმბოლო, რომელიც რაღაცას გტაცებს. რაღაცა მიაქვს შენგან. აი ეს ბავშვის მოპარვა იგივე რაც წეგან ახსენეთ, ხო, ჭამეთორე გუდიანი კაცი მოვა და აი ის გინდაც ლაშას გატაცება გუშინ და გინდაც ამ ფილმში მოყვანილი უამრავი შემთხვევა იმისა, რომ შენი მშვიდობა, შენი კეთილდღეობა, შენი რაღაცა ნათელი დღეები და წუთები მოგპაროს ვიღაცამ, აი ამის საწინააღმდეგოდ არის მთელი ეს პროექტი ჩაფიქრებული და გაკეთებული. ეს არის ანტიზალადობრივი ფილმი, რომელიც დიახაც იმაზე ლაპარაკობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმები იცვლება, არ იცვლება ძალადობის ინდექსი და არც ის გუდიანი კაცები 90-იან წლებში, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მეშოკ მოკიდებული რაღაც გუდებით რო დადიოდნენ, დღეს შეიძლება ძალიან თანამედროვე რუგზაკით იმის ზურგჩანთით მოძრაობდნენ და არანაკლებ ბოროტებას ატარებდნენ იმ
თავიანთ გუდიან გულებში. ჩანთაში ხო, რომელიც გუდა. ხო, შენ თქვი რომ ძალადობის ფორმებიო არ იცვლებაო და 2014-ში დაიწყე ამ ფილმზე მუშაობა პირველად, ხო? ანუ ეს არის პრობლემა, რომელიც ეტყობა შენში, სულ არის ამ 90-იანი წლების მერე. უბრალოდ ეხლა ჩვენ უფრო კაფიო და აშკარა პარალელები გვაქვს ისე. კი და სულ მეგონა რომ აი ეს აქტუალობას დაკარგავდა და როს გითხრათ სიმართლე არც მწყინდა დიდად რა იმიტომ რომ იდეაც ეს იყო რა რომ ამ ფილმს ეს გზეგავლენა ქონოდა რომ ეს ნაკლებად აქტუალური ყოფილიყო ამ გუდიანი კაცების თემა მაგრამ ეხლა რომ აქტუალურია ესე არასდროს არ ყოფილა ეს ფილმი აი ეხლა რომ დგას ამ გუდიანი კაცების საკითხი მწარეთ მტკივნეულად და ყველას რო გვეხება და რაღაც ისტერიული ხასიათი რო აქვს მიღებული ესე ჯერ არ ყოფილა რა და შესაბამისად ალბათ ღირს რომ ყველამ იმ იარაღით რაც ხელში გვიჭირავს ვებრძოლოთ ამ ბოროტებას რა. ეს არის დამოუკიდებელი ფილმი და ამ ფილმის შექმნის დღიდან მე მაინც გულშემატკივრობ ამ პროცესს იმიტომ რომ შენც ტელევიზიაში მუშაობდი როცა პირველად შენზე გავიგე მაგრამ ისე კი პროფესიით მსახიობი ხარ ძალიან ადრე დაიწყე სპექტაკლების დადგმა კაკაკი ხურავას სახელობის მსახიობის სახლში ხო როგორც ვიცი 10-ზე მეტი სპექტაკლი გაქვს განხორციელებული და გადაწყვეტილი სცენისთვის და მერე უცებ გაჩნდა ეს ფილმი და მნიშვნელოვანი ისაა რომ არავით არ დაფინანსება კონკრეტული ან რაიმე ტიპის თქვათ რაღაცა გრანტი, კონკურსი მოგებული არ აქვს ეს იყო ესე იგი მოხალისეობრივ საწყისებზე შეკრებილი ენთუზიასტების დიდი ჯგუფი, რომელმაც დიდი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღეთ ერთად. მესმის რომ შენ დამპატივისცემა და სიყვარულიც ალბათ ამოძრავებდათ ამ ადამიანებს რომ გვერდში დაგდგომოდნენ, მაგრამ რამდენად ინტერესდებოდნენ ფილმის შინაარსითაც. რა სიტყოდა ის ფილმი მაყურებლისთვის. და რამდენად გადამწყვეტი იყო მათთვის შენს გვერდით დამდგარიყვნენ და ემუშავათ შენთან ერთად ამ ფილმის შესაქმნელად დასასრულებლად. მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მე ამ პასუხით მეძლევა საშუალება მადლობა უთხრა ამ არაჩვეულებრივ ენთუზიასტებს. მე ვფიქრობ, რომ თავარი კინოში არის გული. რა თქმა უნდა, ფული მნიშვნელოვანია, ცალსახად ამას არამც არ ვამბობ, რომ ფული არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გადამწყვეტი რესურსი ყოველთვის გულია ხოლმე. და ამ ადამიანებმა თავისი გული ჩადეს უხვად ამ ფილმში. მათ პროფესიონალიზმზე და მათ ამ მონდომებაზე დადგა მთლიანად პროექტი. და ეს ხალხი თან იზრდებოდა, გადაღების პროცესშივე იზრდებოდა, ანუ მათი რაოდენობაც იზრდებოდა და თვითონ მათი უნარების იზრდებოდა. რა ერთად ვიზრდებოდით შეიძლება ითქვას ამ ფილმზე გავიზარდეთ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის, რომ ერთმანეთს მივეცით გაზრდის საშუალება როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და ისე ზოგადად შესაშველი ხარდაჭერა მართლა ამ ხელა გუნდი მუშაობდეს შენთან ერთად შენ საოცნებო კინოპროექტზე, რომელსაც გუდიანი კაცი ქვია. ზაზა კავთუაშვილი ამ გუდიან კაცებს როგორც ჩანს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ხედავს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ნიღბებით და სხვადასხვა ზურგს ჩამთებით, ხო? მადლობას გიხდი. 2014 წელს დაიწყე ამაზე ფიქრი და გადაღება ამ ფილმის და უკვე დღეს ამდენი გუდიანი კაცია უკვე ქალაქის ქუჩებში, რომლებიც სამწუხაროა, მაგრამ ეს კლების მაგივრად ეს ტენდენცია იზრდება და ამას ყველა შეგნებული ადამიანი, ვისაც სახელმწიფო ჭირდება და არა რაღაც ფეოდალური გადმონაშთი, თავის ხელთ არსებული იარაღებით უნდა ებრძოდეს. რეჟისორი ზაზა კავთუაშვილი იყო ჩვენს გადაცემაში სტუმრად, რათა ჩვენ მიგველოცა მისთვის ნიუ-იორკის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო ფილმისთვის გუდიანი კაცი. მადლობა.